თბილისი მესამე ათასწლეულის შესახვედრად ემზადება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინასაღამოს გადავწყვიტეთ საზეიმო განწყობილება შეგიქმნათ, რაშიც ჩვენი გადაცემის სტუმრები დაგვეხმარებიან. ძნელ სიტუაციაში უხდება ჩემს ქვეყანას თვითეულ ჩვენთაგანს აი მე-20 საუკუნის მოტყუება და შესვლა 21 საუკუნეში. რთულ ძნელ მდგომარეობაში არის, მაგრამ მე არ მგონია რომ ქართველმა კაცმა, ჩვენმა ერმა, ხალხმა არ გამონახოს ის ძალა, ის საშუალებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თვითეულ ჩვენთაგანს, ქართველს, აი ის ძალა, რომელიც ამ ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ დუხჭირი, გაჭირვებული ცხოვრებიდან და პერსპექტივას მისცემს ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს, ჩვენ შვილთა შვილებს, რომ 21 საუკუნე როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ისე ჩვენი ოჯახისათვის ბედნიერი და კარგი ყოფილიყოს. ღმერთმა ქნას, რომ ამის ძალა გამოვძევნოთ. ჩვენ თვითეულმა ჩვენთაგანმა ნურსად ნუვეძებთ შველას. აი ჩვენ საკუთარ თავში ვპოვოთ შველა და მაშინ მე მგონი ეს ქვეყანა გადარჩება. ერთადერთი რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ სადოს ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. ეს უნდა გადარჩეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ, ერთმანეთთან ნუიქნებით შუღლით, მეგობრულად ვიყოთ. ეკონომიკა ზოგი ამბობს, რომ ეკონომიკა ვერ გადაარჩეს, კაცობა გადაარჩეს, ვაჟკაცობა გადაარჩეს და ერთად ყოფნა და სიყვარული გადაარჩეს. თბილისი იმით იყო განსაკუთრებული და განსხვავებული, რომ იქ იხვეწებოდა კაცობა, იქ იყო თავაზიანობა, იქ იყო ტაქტი, მეგობრული, ყადრი, სიყვარული. მე ამას წინათ ეხლა გავიხსენებ, როცა 7 კაცამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ გაიმარჯვა პირველ 7 კაცამ კრემლში. ეს იყო ჩვენთვის აღიარება საქართველოს ეს 60-იან წლებს ყვები. წავედით საქეიფოთ, მთელი 7 კაცამ მთლიანად აი 3 კაცი აქ არის. ჩემი თენგიზი და ვანიკო და დანარჩენები კიდე ჩვენ ჯანს. იყო მხოლოდ 2 არა იმ 7 კაცი, ერთი ნანი ბრეგოძე და მეორე მე. ან როგორ ბედავდი მაგათ ერთად სიმღერას, მე ის მიგვირდა. ნანი მაშინ არ იყო ასეთი გამთქმული, ნანი ჩვენი მეგობარი იყო უახლოესი და ერთად ახალგაზრდა ნანი. აი ის სითბო რაც მაშინ იყო, აი ის სითბო იყო ყველაზე დიდი და ის სითბო მოდის ეხლაც. ის სითბოა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ჩვენი ქალაქი. ჩემი თბილისი დამაბრუნებინა რა. აი უბანს რო უბანი ერქვა. გოგო და ბიჭი ერთად დადიოდნენ და მთელ უბანს რო უხაროდა რა, იმიტომ რომ იცოდნენ რომ სიყვარულს კეთილი ბოლო ჰქონდა. პატარა ბავშვო ქუჩაში ხმას ზედმეტად არავინ გასცემდა. ქართველი მათხოვარი რო ქუჩაში არ დადიოდა, ძმარო ძმას პატივს სცემდა, ნათესავი ნათესავს, მეზობელი მეზობელს. აი ეს თბილისი მენატრება, მაგრამ სულ მგონია რომ იმედიანი კაცი ვარ და ცოტა ოპტიმისტიც რომ დაბრუნდება ეს ყველაფერი მეთქი ალბათ.
აქ მათსაც ოიჯდა და სიმღერაზე ლაპარაკობდა და ვაჟა ფშაველამ თქვა რომ ემღერება და უმღერიო აი ემღერებოდეს ჩემს ქვეყანას და ისე მღეროდეს თორე სიმღერა ჩვენი და ტირილი ისე გვანან ერთმანეთსო ჩვენ რო ვტირით მაშინაც მღერით ამ ქვეყანაზე აი გვემღერებოდეს და უმღეროდეთ მე მინდა გითხრათ რომ ბატონი ჯანსუღი არა მარტო საუკეთესო პოეტია ჩემთვის პირადად შესანიშნავი მომღერალი და რაც მთავარია შესანიშნავი მუსიკოსი ჩვენი სტუმარი არის თბილისის პირველი მერი, ასევე იმ მშენებლობის ფონდის თავმჯდომარე, რომელსაც საუკუნის მშენებლობა ქვია. ძალიან მიხარია რომ თქვენ ჩვენთან ახართ და მინდა მოგისმინოთ რას აპირებთ. თითოეულ მოქალაქეს უნდა რომ ქართველი ერი ერთ მუშტად იყოს შეკრული. რას ფიქრობს თბილისელები? ალბათ ყველას უნდა რომ თბილისი იყოს ლამაზი, ლაღი იყოს და მის ქუჩებში დადიოდნენ პატარები და ახალგაზრდები ლაღადად თავისუფლად. ასევე ფიქრობს ყველა იმას რომ დამთავრდეს ის ტაძარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა საუკუნის მშენებლობა უწოდა. ის პროგრამა, რომელიც ჰქონდა ჩაფიქრებული, შესრულებულია. ამიტომაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაწყვიტა 7 იანვარს იქ აღავლინოს დიდი დღესასწაულის წირვა ლოცვა. დაილოცოს ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი და ყველა ისეთი ლოცვა ყოფილიყოს ამ ახალ ტაძარში, რომელიც ჩვენს მომავალ თაობებს გამოადგება საუკუნეების მანძილზე. თბილისი ძალიან მიყვარს. თბილისის გარეშე მეცხოვრება ასად არ შემიძლია. თბილისს მე ვერსად ვერ გავექცევი. და აი ამ სიყვარულმა მათქმევინა კეთობდა კოთე ჩემი ფილმი. გიდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ
თვალსავახელ ზე წამწამს ემზე. ბატონო ვახტანგ, ჩვენი გადაცემის უხუცესი სტუმრისათვის კომპანიამ GVS-ი საგანგებო პრიზი დააწესა. ღვინო ძველი თბილისი. ასე რომ ახალი საუკუნის დამდეგს თბილისის სადღეგრძელო ძველი თბილისით შეგიძლიათ შესვათ. მე ჩემს ყველა თბილისელებს მიულოცავ ახალ წელს. ყველა იყოს კარგად, ჩამწილად, ბედნიერად და ჩემი აკარდიონით კიდე შეუბერავ და გავამხელო ჩემ ხალხს. ოღონდ ხალხი იყოს კარგად. საქართველოს უსურვებ, რომ 21 საუკუნის პირველ ნახევარში დამდგარიყოს ნამდვილ სახელმწიფო. რო ჩვენი სიძლიერე და ჩვენი ანგარიშგაწევა არავისთან სათხოვნად კი არ გქონდეს. აქეთ მოდიოდნენ და მთელი ქართველები, ჯანმრთელები და ბედნიერები ვიქნებით მაშინ. განა მე მშიერი ვიყავ ჭამისათვის წამოვედი შენთან ლაპარაკი მსურდა და მისათვის წამოვედი მინდა დილა გავათენო ღამისათვის წამოვედი დამავიწყდა ვეღარ ვამბობ რამისათვის წამოვედი შენ სახელმწიფო გვირგვინო ჩემი თავი არაშია დიახ მე დადამორთული ხარ დიბაშია ხარაშია ნათალო ბროლის ფიცარო სანდალის ფანჯარაშია ირი ოქროს სარკეს გიგავს ჯამისათვის წამოვედი მოდი თვალო დამავალე სარგებელში ენას მოგცემ თავს ბრათის ალაგასა მეჯლისისა
აილხენაც მოგწემ მუდამ შენს კარს ვიახლები ჩემს სათავს აი შენათ მოგწემ ან მომკალან დამარჩინე ამისათვის წამოე სულ ქვეყანა რომ მოგროვდეს მერაბჯან შენი ფასი ვერ ითქმება რაინდოეთ რაფრანგოეთ შენი სტანა სად იქნება ეს საწყალი საათნოა თელს ქვეყანას ებრალება ალაბი გადმოვიარდა შამისათვის ამოვედია ეს მე-21 საუკუნე იყო ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ჩვენი ხალხის დასაქმების. იცით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ვართ უბრწყინვალესი ხალხი და მე მინდა რომ აი ჩვენი მომავალი იყოს რაღაც საოცარი. მაქვს ბედნიერება საუკუნეში ერთხელ ამ ჩემ ხალხთან ერთად ვთქვა არა მხოლოდ გილოცავთ ახალ წელს, არამედ გილოცავთ ახალ საუკუნეს. მინდა 21 საუკუნე მიულოცო ხანდაზმულ ბატონებსა და ქალბატონებს, ჩვენი თანამოქალაქეებს, უბრალოდ ჩვენ ვართ მათი თანამოქალაქეები, ძველ თბილისელებს, ხანდაზმულებს, რომლებიც მოესწრნენ 21 საუკუნეს. ისინი ახსოვთ და ისინი უყვართ. მინდა ჩვენს თბილისელებს უსურო ბედნიერება, ქორწილები და ძეობები, რომელიც ასე აკლია, როგორც ჩვენ ხალხს, ჩვენ ქვეყანას. მინდა რომ ჩვენ ხალხს არ დაავიწყდეს, ხელი გაუწოდოს თავის თანამოძმეს და არ დაიშუროს სიკეთე და მადრე. სურათი არის ფანტასტიკური ადამიანის ბატონი დავით სარაჯიშვილის და მე ვისურვებდი რომ მსგავსი პიროვნებები ყოფილიყვნენ ამ საუკუნეში
და ალბათ ჩვენ ვიქნებით უბედნიერესი ხალხი. თქვენ სარაჯიშვილი ახსენეთ და მომავლის საუკუნე ყოფილიყო სიკეთის ქველმოქმედებით. ქველმოქმედება ადამიანის ბუნებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ უნდა პატარა შეძახილი უნდა, პატარა შეძახილი. მესამე 1000 წლებში შევდივარ და მინდა იყოს ბედნიერების, სიკეთის, სიხარულის და ყველაფერი ლამაზის მთელი საქართველოსთვის. მერთმა დალოცვილი ამ ყოფილს სრულიად საქართველოს. მთელ ქართულ ხალხს ულოცავ დამდეგ საუკუნეს, დამდეგ ახალ წელს და სიხარული, სიკეთე, ბედნიერება და გაყიმებული სახეები ყოფილიყოს სულ ჩვენი მეკვლე. ნაყოფიერი იყო შემოქმედება ამ წელიწადში ნამდვილად გეტყვით, იმიტომ რომ შეიქმნა ახალი სიმღერა, მრავალი სიმღერა, რომელმაც გარკვეულწილად თავისი სახელი სათქმელი თქვა. შეიქმნა სიმღერა თბილისზე. შორის მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაცემის პრიზიც თბილისელი სიმპათია დაიმსახურა იმ სიმღერას. დიახ და ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო თქვენს გადაცემას. ძნელია მოძებნოთ კომპოზიტორი, რომელსაც იმდენი სიმღერა აქვს შექმნილი თბილისზე, რამდენიც თქვენ. დამეთანხმები? სიმღერის შექმნისთვის ჩემთვის ყველაზე კარგი თემა არის თბილისზე. როცა კარგი ლექსი ჩამივარდება ხელში, ვერ უძლებ ხოლმე ცდუნებას და როდის დაწერეთ პირველი სიმღერა თბილისზე დავწერე, აი პირველი თბილისობა რო იყო. იოსებ ნონეშვილის ლექსია სიმღერა, მაია ჯაბუა ასრულებს. თბილისი ჩემი საფიცარია, თბილისი ჩემი ნატრის თვალია, თბილისი ჩემი დედა თბილისი. სიმღერა 2001 წელს აი პირველს რასაც ვაკეთებ ბატონი ჯანსუღის ლექს სიმღერას დაბეჭდილი აღარ გინდა, ახალი გინდა. კი ბატონო, ახალი ჩემთვის დაწერილი.
ჩვენთვის განკუთვნილი საეთერო დრო ამოიწურა. თუ კლავაც თბილისი და თბილისელების ერთგული მაყურებლები დარჩებით, 13 იანვარს ამ მშვენიერი საღამოს გაგრძელებას იხილავს. ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ.